გამარჯობა მეგობარო. სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო სახელით დემონიადის ტაძრის თავზე, იტალია. სოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ამ ვიდეომ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი შეაშფოთა. ზოგმა მეორედ მოსვლას დაუკავშირა ეს, ზოგმა ისლამური ძალების ქრისტიანებზე შეტევა დაღეკვა, მაგრამ საზოგადოების დიდ ნაწილმა ჯერ კიდევ არ იცის, სიმართლეა თუ ყალბი ეს ფაქტი და თვითონ ვიდეო. სწორედ ამიტომ დღეს მინდა გაგიზიაროთ ფაქტები ამ ვიდეოს შესახებ და დავადგინოთ, სიმართლეა თუ ტყუილი. და გაინტერესათ, მაშინ მოდი დავიწყოთ. ვიდეო, რომელსაც ახლა უყურებთ, სწორედ ის არის, რაზეც დასაწყისში მქონდა საუბარი. ვიდეოში კარგად ჩანს ღამურის და ადამიანის მსგავსი რაღაც, რომელიც ეკლესიის თავზე ადის, ჩდება ჯვარზე და მიფრინავს. დღესდღეობით ყველაზე აქტუალური თემა კორონავირუსია. დაინფიცირებულთა რისხვი დღითიდღე დღე იზრდება. ხალხი შეშინებულია. ქვეყნებში კარანტინია. ბევრი ამას მეორედ მოსვლის მომასწავლებლად აღიქვამს და უფრო მეტად ამძაფრებს შიშ. და რა თქმა უნდა, პოპულარობის მოსაპოვებლად საკმაოდ კარგი გეათვლაა. გააკეთო მსგავსი ვიდეო და ზუსტად იმას შეეხო, რასაც დღეს ხალხი ასე უფრთხის. სწორედ ეს გააკეთა GGPD Production-მა. ორიგინალ ვიდეოს აქვს GGPD Production-ის წყლის ნიშანი და ატვირთულია 2019 წლის 3 იანვარს. მაგრამ როგორც ყველა ვიდეოს ემართება, აქაც მოახერხეს და ეს ნიშანი კარგად დამალეს იმ ხალხმა, ვინც სოციალურ ქსელებში ეს ვიდეო გაავრცელა. GGPD Production არის კომპანია, რომელსაც ორი ძმა მართავს ნიკარაგუაში და ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ მათი საქმიანობის ძირითადი სფერო მოიცავს საშიში კადრების შექმნას კომპიუტერული ეფექტების საშუალებით. მათ რამოდენიმე სხვა ვიდეოც აქვს მსგავსი ეფექტების შექმნილი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ვიდეო, რომელსაც ახლა მათ ახსე წააწყდებით, არის ის, რომელშიც აღწერილია დემონის შექმნის პროცესი, როგორ აკეთებდნენ ამ ეფექტს და საბოლოოდ რა გამოვიდა. საბოლოოდ მინდა ზევით დასმულ კითხვას გავცე პასუხი და გითხრათ, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო არის ტყუილი. არანაირი დემონი არ ასულა ეკლესიაზე, ჯვარზე ფრთები არ გაუშლია და მით უმეტეს იქიდან უბზო უკლოდ არ გამქრალა. ასე რომ, თუ ვინმე ამ ვიდეოს გაჩვენებთ და გეტყვით, რომ დემონებმა მიწიდან ამოსვლა დაიწყეს და ეკლესიების თავზე გაბატონდნენ, შეგიძლიათ გულიანად გადაიხარხაროთ და ჩემი ვიდეო აყურებინოთ. იმედი მაქვს მოგეწონოთ ვიდეო. ვისაც ჯერ არ გამოგიწერიათ არხი, რასაუბრდებით, გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და გაუზიარეთ მეგობრებს. ნახვამდის.